ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. ოპოზიციის რუსოფობიური გეგმა, მორიგი манипуляცია და სიცრუე მმართველი გუნდი ოპოზიციის კიდევ ერთ დეზინფორმაციო კამპანიაზე საუბრობს. მათი განცხადებით ნაციონალური მოძრაობა, რომლის ლიდერიც აგვისტოს ომის შემდეგ ლარსზე რუს ტურისტებს ხვდებოდა და სტრატეგიულ ობიექტებს რუსულ კომპანიებზე ასხვისებდა, დღეს იმის დამტკიცებას ცდილობს, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის მიზნით შემოდიან. არგუმენტად მმართველ გუნდს სტატისტიკა მოყავს. ოფიციალური მონაცემებით ბოლო ერთ კვირაში ლარსის გამშვები პუნქტიდან საქართველოში 52,953 პირი შემოვიდა, ქვეყანა კი უფრო მეტმა 61,691 ადამიანმა დატოვა. თემას პირდაპირ ეთერში იზი ბურნაძე განავრცობს, გისმენთ იზი. სპეკულაციური განცხადებები და გარე ძალების დავალება ასე აფასებს მმართველი გუნდი ნაციონალური მოძრაობის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ეგრეთ წოდებულ უკანონო მიგრაციას ეხება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ წარსულში გადადგმული ნაბიჯები და დღევანდელი განცხადებები იმის მორიგი მტკიცებულებაა, რომ ისინი ორმაგი სტანდარტით მოქმედებენ. სახელმწიფო პარტიაში ამბობენ იმასაც, რომ რუსოფობია ოპოზიციისთვის აქტუალური რეალურად 2022 წლის შემდეგ გახდა და არა მაშინ, როდესაც ქართულ მიწას რუსული ბომბდამშენები ბომბავდნენ. სწორედ წარსულს იხსენებს მმართველი გუნდი 2008 წელს და აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვეში ნაციონალური მოძრაობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის რუსეთთან ცალმხრივად გახსნილ სავიზო რეჟიმს და მიხეილ სააკაშვილს, რომელიც რუს ტურისტებთან დასახვედრად საზღვარზე ჩავიდა. პერიოდში ამ რადიკალების მიერ ესეთი დაჟინება რუსოფობიური განცხადების პირდაპირ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მათ აქვს დავალება მიღებული. ჩვენ გვახსოვს, რომ თავის დროზე მათი ბელადი საზღვართან ხვდებოდა ლარსის გამშვებ პუნქტთან და ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს. ახლა მიიღეს ასეთი დავალება, რომ რაღაც საყოველთაო ანტირუსული კამპანია ჩათესონ და მათ შორის ტურისტების შემოდინების თვალსაზრისით, რომელზეც ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის დავალება აგენტურისაგან, აგენტურისთვის გარედან მიღებული დავალება და ხვალ თუ დაჭირდებათ, რომ რუს ტურისტებს უნდა ჩამოვართვან ხელი და მღიმარი სახით მიიღონ ქვეყანაში, ჩვეულებრივად ამას გააკეთებენ. ეს არის ჩვეულებრივი მათთვის დამახასიათებელი ხელწერა. გარედან რომ დაავალონ, ჩვეულებრივად ატირდებიან, დაავალებენ, პირმღიმარი სახით დახვდებიან ნებისმიერ ადამიანს და ესე მოქმედებენ და თავიანთი სახე გამოაჩინის. საქართველოში არავინ არ ძულთ. საქართველოში მტერს მტრულად ხვდებიან და მოყარეს მოყრულად, მაგრამ ისო ესეთი სხვადასხვა ეროვნების საწინააღმდეგო კამპანია ჩათესვა, ეს არის ჩვენთვის ყოველად მიუღებელი ამბავი. ბრალდებების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური სტატისტიკაც გამოაქვეყნა. ბოლო ერთი კვირის მონაცემები საუბარია 17-დან 24 აგვისტოს პერიოდზე, და ამ მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან იმაზე ნაკლები ადამიანი შემოვიდა, ვიდრე გავიდა, თუმცა აი ამ ოფიციალური მონაცემების მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა ციფრებს არ ენდობა, თუმცა თავად რა სტატისტიკას ეყრდნობიან და რის მიხედვით ითვლიან საქართველოში შემოსულ ტურისტებს და სხვადასხვა მოქალაქეებს, ამას ვერ ამბობენ. სწორედ ამიტომ ცრუ კამპანიას უწოდებენ და ცრუ პოლიტიკას მმართველ გუნდში ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს, რომელსაც როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, ისინი არგუმენტების გარეშე ავრცელებენ და ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. მათი სტატისტიკები ყოველთვის გამოიყურება ისე, როგორც მათ სურთ, მაგრამ ქართული ხალხის შეფასება და მათ შორის არ ამგონია თქვენც ვერ ხედავდეთ იმას, რაც ხდება რეალობა და რაც არის რეალობა, თუ რამდენი რუსი არის და ლამის ქართველებზე მეტი რომ არის. უზიაგებული პოლიტიკა აქვს თავიდან ბოლომდე და იმიტომ რომ მათთვის ეგ მისაღები იყო, როდესაც სააკაშვილი კიდევ ერთხელ მივიორებ ლარსის გამშვებ პუნქტზე მოუწოდებდა რუსის ტურისტებს, რომ შემოსულიყვნენ, ეს საქართველოა და შესაბამისად დაესვენა და ფული დაეხარჯა. არის ციფრები და მეტი უფრო გასულია, ვიდრე შემოსულდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ციფრები გამოაქვეყნა, აბსოლუტურად აცდენილები არიან, არ უნდა რეალობას თვალი გაუსწოროს. დღევანდელმა, ესე ვთქვათ, ქვეყნის მტრებმა, ვინც განცხადებას აკეთებს, ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ და მათი პრობლემაა ეს და შესაბამისად ამას ქართველი ხალხი ხედავს და იმიტომ შესაბამისი რეაქცია აქვს მე მათი პარტიების მიმართ არჩევნების პროცესში. ნაციონალური მოძრაობა ეგრეთ წოდებულ უკანონო მიგრაციაზე საუბრობს, თუმცა სულ სხვა სურათს აჩვენებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემოსულ მოქალაქეთა რაოდენობას აჭარბებს ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მაჩვენებელი. მადლობა იზი ბურნაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში.
აგენტურულმა ოპოზიციამ დიდარ მენჯოებმა და მათმა აქტივისტებმა სიყალბე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე გამოავლინეს. წერს სოციალურ ქსელში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი. დეპუტატი ომის დაწყების შემდეგ გარე და შიდა ძალების ქმედებებს განიხილავს. წერს, რომ უკრაინას რუსეთზე გამარჯვებას, ნატოსა და ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებასა და რუსული გაყინული აქტივების გადაცემას პირდებოდნენ, თუმცა ომის მეხუთე წლისთავზე არც ერთი დაპირება არ შესრულებულა. მაჭავარიანის თქმით, ადგილობრივ ოპოზიციას ეს უსამართლობა არ გაუპროტესტებია, რადგან მათაც ის ძალები აკონტროლებენ, ვინც ეს დაპირებები გასცა. დეპუტატი ოპოზიციისა და NGO-ების მხრიდან ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობასა და მეორე ფრონტის მოწოდებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათ ქართველი ხალხისთვის ბოდიში აქვთ მოსახდელი. მინდა გაგახსენოთ, როგორ შერწყვა დავით არახამიას ქართველობის, ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკიდან გამომდინარე. ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის გამო ქართველობის არახამიასთან ერთად აგენტურასაც რცხვენოდა. ნინო ლომჯარიას სირცხვილიც არ დაგვავიწყდეს სანქციების არ დაწესების გამო, როგორც თავად აღნიშნა, ამ სირცხვილს მას ბომბების წვიმა ერჩივნა. ეკაგიგაურის მოწოდებებიც გავიხსენოთ, თურმე რუსეთი მარცხდებოდა და ეს შესაძლებლობის პანჯარა უნდა გამოგვეყენებინა. აფხაზეთსა და ცხინვალში ომის დასაწყებად. როგორ აჟიტირებით უსმენდნენ უკრაინის მაღალჩინოსნების მოწოდებებს, რომ ხალხით შევშველებოდით, რომ ტანკებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაგვესეირნა. გვარამიამ ეს აჟიტირება ცოტა ხნის წინ იმით ახსნა, რომ ძალიან დამწუხრებულია იმის გამო, რომ განადგურებულ უკრაინას აღდგენისთვის რამ მსხვილი ტრანშით ჩაერიცხება საქართველო ამ ფულის გარეშე დარჩება ჩვენს ქვეყანაში შენარჩუნებული მშვიდობის გამო. გვახსოვს, როგორ ჩადიოდნენ სამხედრო ფორმებში გამოწყობილი ეს პარისევლები უკრაინაში ფოტოების გადასაღებად. საუბედუროდ ისიც კი გვახსოვს თუ როგორ შურდათ უკრაინის. როდესაც უკრაინა მელჩი საქართველოდან მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო გაიწვია, რომელთა შეცრულებაც რუსეთთან მყისიერ სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევდა. აგენტურა აქციებით ცდილობდა ხელისუფლების იძულებას შეესრულებინა ეს მოთხოვნები, ანუ ქვეყანა ომში ჩაერთო. რადიკალები ყველაზე ფაშისტური მეთოდებით უკრძალავდნენ ხალხს აზრის გამოთქმას ამ ომთან დაკავშირებით. თუ ეს აზრი იმ ნარატივში არ ჯდებოდა, რაც მათმა პატრონებმა გლობალურად შექმნეს. აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. ისინი ფაშისტური მეთოდებით ცდილობდნენ ამ აღქმის ჩვენი მოქალაქეებისთვის მოხვევას. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მიუერთდით უკრაინის მხარდასაჭერად. შევიფარეთ 30,000-მდე უკრაინელი დევნილი. დავუნიშნეთ სოციალური დახმარება და ბავშვებს მივეცით მშობლიურ ენაზე სწავლის შესაძლებლობა. ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობის არც ერთ ქვეყანას ამ მიმართულებით ამდენი არ გაუგეთებია. აგენტურულო ოპოზიციურო პარტიებო, მდიდარო NGO-ებო და ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალო აქტივისტებო, სხვას რომ ყველაფერს დავიდავანებოთ, მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით იმდენი შეცდომა გაქვთ დაშვებული, ისეთი დოზით გაქვთ უსამშობლობა, ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა გამოვლენილი, რომ ტრაგედიაა თქვენი პოლიტიკაში პირდაპირ თუ ირიბად მონაწილეობა. ჩვენ კი ქართველ ხალხთან ერთად ყოველდღე შეგახსენებთ, რომ ამდენი მავნებლობისა და სიბინძურის გამო ბოდიში გაქვთ მოსახდელი ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. პოლიციამ კახეთში 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით კანაფის კულტივირების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაკავებული საცხოვრებელი სახლის ეზოდან ამოიღეს. ამოღებულია ასევე ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები. კიდევ ერთი დაკავება ნარკოდანაშაულის ფაქტზე ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით მეთადონი. სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში აიყვანეს. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. გარემოსთვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 16,000 ლარია. სამართალდამცველებმა დიდი ოდენობის წიაღისეული მდინარე თერგის კალაპოდიდან სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოიპოვა. მასალები შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების გამოვლენის აღკვეთის და რაც მთავარია პრევენციის მიზნით გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან კონტროლს ახორციელებს. ცხეთამთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მდინარე თერგზე უკანონოდ ქვიშახრეში მოპოვების ფაქტი გამოავლინეს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. შევახსენებთ, მოსახლეობას გაითვალისწინონ ბუნებრივი რესურსების უნებართვი მოპოვება დიდ ზიანს აყენებს გარემოს და ყველა მსგავს შემთხვევაში მოხდება მყისიერი რეაგირება.
165 ადამიანი ემსხრო პლასტიკიას ნეპალში. ჩინეთის საზღვართან დამანგრეველი წყალდიდობა მოხდა. ჩამოწვა მეწყერი, დაკარგულად ითვლება 1400-მდე ადამიანი. ჩამოიჭალა მყინვარი, რასაც დასახლებულ პუნქტებში ღვარცოფული ნაკადი მოყვა. დაკარგულებს შორის ასობით უცხოელი ტურისტია, მათ შორის არიან ამერიკის, ბრიტანეთის, კანადის, ავსტრალიის, ინდოეთის, უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები. სამძებრო სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც გრძელდება. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე კატასტროფის მასშტაბებიდან გამომდინარე ინფორმაცია ძალიან შეზღუდულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოვიპოვოთ. დაკარგულთა შორის ავსტრალიელებიც არიან, მათი რაოდენობა სულ მცირე 34-ია. ეს მონაცემები ტუროპერატორებმა მოგვაწოდეს. ჩვენ ნეპალში მთავრობის ერთობლივი სწრაფი რეაგირების ჯგუფთან ერთად გავემგზავრებით. შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლიციის, ეროვნული სახანძრო სააგენტოს წარმომადგენლები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნეპალში ჩვენი მოქალაქეების სამძებრო სამაშველო ოპერაცია სწრაფად და უსაფრთხოდ წარიმართოს. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს რობერტ ქოჩარიანს ანტიკორუფციულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება და ქრთამის აღება ედება ასევე ბრალად. ამავე საქმეზე დაკავებულია მისი უფროსი შვილიც. გამოძიების ვერსიით 1998-2008 წლებში პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ქოჩარიანმა სახელმწიფო ქონება მიითვისა. რუსეთის ძალების თავდასხმა უკრაინის ოლქებზე სამიზნე კიევის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ოდესის, სუმისა და პოლტავის ოლქები გახდა. არის მსხვერპლი. დაშავდა 5 ადამიანი. საპასუხოდ უკრაინამ პილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორია დაბომბა. იერიში მიიტანეს რუსეთის 13 რეგიონზე. დაიბომბა საწყობები ქალაქ ურენბურგში და უფაში. ჰორმუზის სრუტეში ვითარება კვლავ დაძაბულია. სტრატეგიულ ენერგეტიკულ დერეფანში საზღვაო მიმოსვლა პრაქტიკულად შეჩერებულია. ირანი აცხადებს, რომ სრუტე ჩაკეტილი დარჩება მანამ სანამ ვაშინგტონის საზღვაო ბლოკადას არ მოხსნის. შტატებში კი ამტკიცებენ, რომ ნავთობის ტრანსპორტირება შეუფერხებლად მიმდინარეობს. პარალელურად თეირანი და უმანი დროებითი საზღვაო სავაჭრო მარშრუტის გახსნაზე შეთანხმდნენ. ამერიკული სანქციების შედეგად ირანში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება. ქვეყნიდან ნავთობის ექსპორტი თითქმის შეჩერებულია. ეროვნული ვალუტა კი უფასურდება. ფრანკფურტის აეროპორტის 2 თანამშრომელი მალარიით გარდაიცვალა. კიდევ 4 ინფიცირებულია. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაავადების გავრცელების მიზეზი ინფიცირებული კოღო გახდა, რომელიც ქვეყანაში სავარაუდოდ თვითმფრინავის ბარგის განყოფილებიდან მოხდა. აეროპორტის ტერიტორიაზე მწერების საწინააღმდეგო ტექნიკა დაამონტაჟეს. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა. ინფიცირებული თანამშრომლები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1 სექტემბრიდან სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. პროცესში ჩართულები იქნებიან საჯარო დაწესებულებები და სისტემაში შემავალი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 1-დან 10 სექტემბრის ჩათვლით სხვადასხვა უწყების 3000-მდე ვაკანსიაზე. სტაჟირება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირების აკადემიური მოსწრება. პრემიერ-მინისტრის მიერ ინიციირებული სტაჟირების პროგრამა გამოცხადდება სექტემბერში. აღნიშნული მოიცავს 3000-ზე მეტ ვაკანსიას. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი თხოვნით რეგიონებში მუნიციპალიტეტებმა დაამატეს ვაკანსიები სტაჟიორებისთვის, კურსდამთავრებულებისთვის, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ან მაგისტრატურის კურსდამთავრებულებისთვის, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება საკუთარ რეგიონში, საკუთარ მუნიციპალიტეტში გაიარონ სტაჟირება და მიიღონ გამოცდილება. თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა. გამოვლინდა კონკრეტულად, რომელ საცხოვრებელს მიიღებს თითოეული ოჯახი. ფართობით წევრთა რაოდენობის მიხედვით განისაზღვრა. ახალ კომპლექსში ბინის მფლობელი სულ 2426 ოჯახი გახდება. სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. 4 კორპუსში გარემონტებული ბინები დევნილებს გასულ წელს გადასცეს. ამ ეტაპზე კი 7 კორპუსში ნაწილდება.
დევნილები თვითონ არჩევენ სართულს და ბინას. რაც რა თქმა უნდა სანდოობას პროცესისადმი ზდის, ბუნებრივია. აქტიურად ერთ თვეში ჩვენ უკვე მზად ვიქნებით, რომ სრულად გარემონტებული 1600 ბინა პლუს გადავცეთ თვალჭრელიძის ქუჩაზე დევნილებს. ბინები ოჯახებზე უკვე განაწილებულია, უკვე ყოველ თითოეულმა ოჯახმა იცის, რომელ სართულზე რომელი ნომერი ბინა შეხვდათ და უახლოეს მომავალში გადაეცემათ მათ ამ ბინის გასაღებები. დადგა ეს ნანატრი დღე, ჩვენ ამოგვივიდა ჩვენი იღბლიანი ციფრი სხვათა შორის მე-7 კორპუსი, მე-7 სართული. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მთავრობას, რადგან ასეთი ბედნიერი წუთები გვაჩუქა. ნომერი შემხვდა გულში ჩანაფიქრი ოცნებად რომ მქონდა ბინა 105 და მე-5 სართული. მადლობა უფალს, ეს ჩემი საყვარელი ციფრებია და ოცნება ამისრულდა. ატმის მოსავლის აღების სეზონი დასასრულს უახლოვდება. დავით სონღოლაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფერმერებს შეხვდა. მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით. საქართველოდან ექსპორტირებულია 20,000 ტონაზე მეტი მოსავალი, რომელიც ღირებულებაც 25,400,000 დოლარია. ატმის მოსავლის კრეფა უკვე დასასრულს უახლოვდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა, იყო რამდენიმე დღე შეფერხებები ექსპორტთან მიმართებით, თუმცა კოორდინირებული მუშაობით. რა თქმა უნდა, ყველა ეს გამოწვევა აღმოფხვრილი იყო და გადაჭრილი იყო. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ხაზგასასწრებელია, რომ არც ერთ ფერმერს არ დარჩება მოსავალი ჩაუყარებელი, არა მხოლოდ ატამთან მიმართებით, არამედ სხვა დანარჩენ კულტურებთან დაკავშირებითაც და ეს არის ზუსტად სამინისტროს მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ფერმერს მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს იმისთვის, რომ მოსავალი არ დარჩეს დაუბინავებელი და საექსპორტო შესაძლებლობები გახსნეს. ატმის მოსავლის დაბინავება დასასრულს უახლოვდება. ძალიან ეფექტურად იმუშავა სამაცივრე მეურნეობებმა, რომლის ნახევარზე მეტი სახელმწიფო პროგრამებით იყო დაფინანსებული, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ მნიშვნელოვანი რაიმე პრობლემა ატმის დაბინავების და რეალიზაციის პროცესში არ შექმნილა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ოცნების ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. შენდება 300 ახსაზრდოლზე გათვლილი საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტია. იგეგმება ახალი სკოლის მშენებლობაც. ზურო პატარაძემ ოცნების ქალაქის მეორე ეტაპის სამუშაოების დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში 1077 ბინა მოიწყობა. პირველ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა 582 ოჯახს. სულ რაღაც ერთ წელიწადში 2027 წლის ივლისისთვის უკვე იქნება დასრულებული ბავშვთა ბაღის მშენებლობა და ასევე დღეს ჩვენ ხმამაღლა დავაანონსეთ ახალი სკოლის მშენებლობა. 1500 მოსწავლეზე იქნება გათვლილი ახალი სკოლა. მიმდინარეობს 6 ახალი პროექტის მშენებლობა. 600-მდე ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია, თუმცა როგორც კი დასრულდება უახლოეს პერიოდში დამატებით 1077 ბენეფიციარი მიიღებს საცხოვრებელ ბინას. სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად დავათვალიერეთ მიმდინარე საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი. ბაღი გათვლილია 300 ახსაზრდელზე, რომლის დასრულების შემდეგაც აქ ბავშვებს ექნებათ კომფორტული, თანამედროვე და მოწესრიგებული გარემო. ახალციხეში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა გრძელდება. სამუშაოები ახალციხის მერმა და სახელმწიფო რწმუნებულმა დაათვალიერეს. რეაბილიტაცია უტარდება 5-ზე მეცხვერს. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, რომ პროცესი გაგრძელდება. ქალაქ ახალციხეში აქტიურად მიმდინარეობს თამარაშვილის, კოსტავასა და 9 აპრილის ქუჩებზე ახალი სკვერების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე უნდა შეიქმნას ჩვენს ქალაქში და ამ მიმართულებით ჩვენ დიდი გეგმები გვაქვს. ვინახულეთ ინფრასტრუქტურული პროექტი, რეკრეაციული ზონა, სადაც გაშენდება ლამაზი პარკი, ასეთი ლოკაციები იზრდება, უფრო მეტი და მეტი კეთდება ქალაქ ახალციხეში და ეს ყველაფერი ემსახურება ჩვენს მოსახლეობას და მის კეთილდღეობას. ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ რეგიონული ოფისების გახსნა დაასრულა. დასკვნითი ღონისძიება მცხეთაში გაიმართა. ეს რიგით მე-10 რეგიონული ოფისია. პარტიის ლიდერებმა ადგილობრივებს ხედვები და გეგმები გააცნეს, ისაუბრეს ნეიტრალური სტატუსის მნიშვნელობაზე. ქვეყნის მიმართ გვეუბნებიან, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს წარსულზე, უარი უნდა ვთქვათ ჩვენს მომავალზე და ეს გავაკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მივიტანოთ უცხო ძალების სამსხვერპლოზე. ამ გზაზე უარს ამბობს ქართული საზოგადოება და ჩვენი მთავარი იდეის მიმართ, ნეიტრალიტეტის მიმართ მზარდი დაინტერესება და მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში აჩვენებს, რომ ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც
მოგცემ საშუალებას ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა. მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩემ მეგობრებს, პარტიის დამფუძნებელს ერთიან ნეიტრალურ საქართველოს ხელმძღვანელებს, რომლებმაც დანიშნეს მე ცხედათიანეთის რეგიონის უფროსად. ჩამოვიდნენ თითქმის მთელ რაიონებიდან მოსახლეობა. ხვდებით, შევხვდით, ავისაუბრეთ. უფლისწყალობით ძალიან კაი კოლექტივი ჩამოყალიბდება და ჩამოვაყალიბებთ. ბოლო ინფორმაცია დღის სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ ვებგვერდზე ან დაასკანერეთ QR კოდი და შემოგვიერთდეთ Facebook-ზე. დროებით.